კოალიცია ცვლილებისთვის ჯვრის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლი მძიმე მდგომარეობაშია. როგორც კოალიციაში ამბობენ, დიდი და მცირე ტაძრების პერანგის კედელი მთლიანადაა მორღვეული და იქ ჩამოშლა მიმდინარეობს. კოალიციის წევრის ნინო გოგინაშვილის თქმით, დიდ ტაძარში 2022 წლიდან შიდა ხარაჩოა გამართული, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოები ჯერაც არ არის დაწყებული. კოალიციაში კულტურული ძეგლების განადგურებაზე პასუხისმგებლობას სრულად ქართულ ოცნებას აკისრებენ და ამბობენ, რომ სანამ ოცნებას ხელისუფლება მიტაცებული აქვს, კულტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობაში დარჩება. როგორც დიდი ისე მცირე ტაძრის პერანგის კედელი არის მთლიანად მორღვეული და მიმდინარეობს ქვის ჩამოშლა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ხავსის კერები არის გაჩენილი გარე ფასადზე და წყლის ინფილტრაციის დიდი პრობლემა დგას ამ წუთასაც. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის დიდი ტაძრის შიდა ხარაჩო, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გაიმართა, თუმცა ამის მიუხედავად 3 წლის განმავლობაში ჯერ არც ერთი სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. უკანასკნელი სარესტავრაციო სამუშაოები ჯვრის კომპლექსში ჩატარდა 2019-2020 წლებში და მაშინ ამ სამუშაოებისთვის გამოიყო ამერიკის შეერთებული შტატების კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდიდან 100,000 ამერიკული დოლარი. დამატებითი სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც სწორედ იგივე ფონდიდან და მოიპოვა გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრმა და რომელიც შეადგენდა $540,000 ქალბატონი თეა წულუკიანის დამსახურებით არ იქნა გამოყენებული. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი. იუნესკოს 47 შეხვედრის ანგარიშში არის მკაფიო ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მცხეთის ჯვრის სამონასტრო კომპლექსის გადასარჩენად. ჩვენ რასაკვირველია არ ველით, რომ ხელისუფლება, რომელიც ზალადობით ინარჩუნებს მთავრობას და ზალადობით ინარჩუნებს ხელისუფლების სტატუსს, რაიმე ნაბიჯს გადადგავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნაწილში. და ერთადერთი გზა, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული, არის ისეთი მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც თავისუფალი არჩევნების შედეგად იქნება ჩამოყალიბებული.